დაბრუნდით ჩვენ მეორე ბლოკში და რეკლამის დროს ჩვენ სტუმრებთან მისამებს და გასაუბრების დროს გამოითქვა ესეთი რომ ერთი სული ქონდაო პირველ ბლოკშიც შემოგვარდნოდითო ჩვენც ბევრი ქონდა სათქმელიო. დღეს ესეთი თემაა დამტკივნეული ყველასთვის ზოგადად. თუმცა დღეს ჩვენ საუბრობთ მხოლოდ პოზიტივზე და პარაოლიმპიურ სპორტსმენებს შევხვდებით, გააქვს გარკვეული წარმატებები, ეს მოძრაობა მთელ სოფლიოში არის ძალიან პოპულარული. იგივენაირი ოლიმპიური თამაშები ტარდება, რომელიც ეხლა მიმდინარეობს სოჩი ზამთრის. ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან, თუნდაც გვანცაც აღმოგვიდგეთ. სტუმართ მოყარე, გვანცაც სტუმართ მოყარე. ლევა არცეული პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ირმა ხეცურიანი, პარა მოფარიკავე და მერაბ დუკაშვილი არა წოლჭიმი. სწორად. ძალუსანი რა მოკლედ. ანუ შტანგა. ხო? მე განსაკუთრებით ფარიკაობის ხსენა მიხარია, იმიტომ რომ ჩვენ სპორტია ასე ვთქვათ, და მე სრაპირაზე ფარიკაობდი. მართლა? საკმაოდ დიდ ხანს ფათაშორი. გადმოიბირე ხო? გარკვეულ წარმატებებსაც მივაღწია, მე ჯარშიც კი ფარიკაობდი, თემურ ხალდესთან ვარჯიშობდი ვაკეში შოთა კარგი, მეც ვიტყვი რომ მეც სიმძიმეებს წელდი შენი ყავი ხოლმე. ეს ისე უბრალოდ. აი როგორი სპორტია. ერთ-ერთზე შეიძლება ყველაფერი დამოკიდებული. სამეფო სპორტია ფარიკაობა. აი როგორ აქვე არა ანალოგიური რა თქმა უნდა, აქ უკვე სიამოვნების გააგრძელეთ. აი რატო კითხე ირმა, როგორი სპორტია შენ? აზარტული. აი თავიდან რომ შემომთავაზა პარაოლიმპიურმა კომიტეტმა იქნებ კეცადაო, გავიგიჟე თავი მეთქი რა ფარიკაობა შეიცხოვრებაში არც ვუყურებდი, არ მქონდა სრული. უკვე რა თქმა უნდა აგვისტოდან დავიწყეთ და ნუ სრულად შეიძლება ითქვას რომ არის კარგი 6 თვე რაც ვარჯიშობ. ხმალი და რაპირა. ანუ ბიჭი ერთი ყავს დაშნაში. მე ხმალი და რაპირა. ხო რა საინტერესო სპორტია და იმდენად მართლა შენზეა ყველაფერი ბრძოლის დროს დამოკიდებული რომ იმხელა პასუხისმგებლობა და იმდენად ანუ მატყუა რა უნდა იყოს. ანუ მოტყუებაზეა ყველაფერი დამოკიდებული და კარგად უნდა შეისწავლო შენი მოწინააღმდეგე თუნდაც წააგო მასთან და შემდეგ ბრძოლაში შესაბამისად ყველა იმ სვლას რასაც დაუჭერ თავის სამეფო ილეთს რასაც დაუჭერ და გაიგებ რომ ეს მისი სამეფო ილეთი შეგიძლია აიღო ფარვით და უპასუხო შემდეგ. კარგი, ზოგადად სპორტი და აზარტი არის განუყოფელი ერთმანეთისგან და ყოველთვის გინდება წესვა. მიზნები არის თქვათ იგივე ოლიმპიადა, იგივე რაღაც სპორტული მიღწევები უშუალოდ რომ გასცდეთ იმ დარბაზს, სადაც ვარჯიშობთ. რა თქმა უნდა, ანუ ჩვენთვის პირველი საერთაშორისო შეჯიბრი იყო ეხლა იანვარში. იყო გერმანიის ერთ-ერთი პატარა ულამაზეს ქალაქში მალშაუში, ანუ ჰოსპიტალია ესეთი, სადაც ტარდება შეჯიბრებები. ეს იყო მსოფლიო თასი და პირველი შეჯიბრი იყო ჩვენთვის ძალიან აი წარმოუდგენლად აი ამაღელვებელი და განცდები გქონდა ძალიან სერიოზული. შიშები, იმიტომ რომ მე შინა და მოწინააღმდეგის პირველი იყო ჩემთვის და იმიტომ. შესაბამისად, ეს რომ უკვე გავიარეთ და საკმაოდ კარგ შედეგსაც მივაღწიეთ, იმიტომ რომ კონკურენცია დიდი იყო, ჩინეთს ყავს ყველაზე სერიოზული მოწინააღმდეგე. ხან ხარ რეალურად 6 თვეა და ანუ ჩვენ ვიყავით ყველაზე პატარები, შემიძლია ვთქვა ვარჯიშის ასაკით. იყვნენ ან მინიმუმი იწყებოდა 6 წლიდან. 6 წელი ვარჯიშობდა 8, 10, 16. ჩვენ ვიყავით მხოლოდ 6 თვე. შესაბამისად, გოგოებში, ხმალში შევედი საუკეთესო ხუთეულში და რაპირაში საუკეთესო რვაში. კიდევ რა თქმა უნდა, იყო ძალიან დიდი შანსი იმის, რომ მესამე ადგილი წამომეღო და მედლით ჩამოსულიყავი პირველივე დასვლაზე, მაგრამ კანადელზე ვარ ძალიან გაბრაზებული. იცი რა ეს არის. ზაფხია ვარჯიშობ და პირდაპირ მედლით სამაგეროთ აი მოტივაცია მაგარი. ანუ ამ შეჯიბრის შემდეგ უფრო დიდი სურვილი გაქვს, ძალიან მოტივირებული ხარ რომ აი ის კანადელი დავამარცხო მაინც, ვინც იქ მესამე ადგილი წამართვა ესე დაუნდობლად და კანადაში გვაქვს შემდეგ შეჯიბრი. აჰა. დამახსოვრებული ყავს. აწევია ეს ქალი ფარიკაო. ეს ხო არ დაგვავიწყდება. მეტი გამოცდილება აქვს და მეტი ანუ როდის გიწევთ წასვლა? მაისში 2-დან 5 მაისამდე. გულშემატკივრობთ შეჯიბრის დღეები და მერაბა სანამ რაწონაზე ხარ? ეხლა სავარჯიშო წონები გვაქვს ჯერ 100-მდე ვართ, მაგრამ შეჯიბრი მაქვს, ნუ გეკმავთ ესე არ ვიცი ზუსტად მაისში თუ არა ვწდები 25-ში არის
საჩვენებელი საქართველოს პირველობაზე. ანუ მე და კიდე ერთი წოლ მჭიმელი. გამოვალთ და საჩვენებელ აწევას განახორციელებთ ესე რომ თქვა. მერაბ, აი მაპატერო შეგაწყვეტნე, ირმა მოგვიყვა როგორ მივიდა ფარიკაობამდე, ცოტა არ უნდა და ცოტა ვერ წარმოედგინა. შენ როგორ იპოვე შენი სპორტის სახეობა? მე ძალიან დიდი ხანია სანამ თქვა ეთლით მოსარგებლე გავხდებოდი, მანამდე ვიყავი, კალათბურთელი ვიყავი, თითქმის მთელი ცხოვრება სპორტში ვარ, მე იყო კლავჭიდი. ხო. და მე რაღაცები მოხდა და მე კლავჭიდიდან უკვე მესამე წელიწადი არის, რაც თქვა ემზადები, ოღონდ ეს ერთადერთი სპორტია, რომელსაც ძალიან დიდი დრო უნდა, რომ განვითარდეს ორგანიზმის სხეული, წესები, მსახსრები, რომ ელემენტარულად მოიმზადოს და ამას უნდა ძალიან დიდი დრო. აი, თქვა 3 წელიწადი შეიძლება დიდი იყოს, მაგრამ ძალიან ცოტა ესე რომ თქვა. ამ ყველაფერს ხდება ირმამ რო რაღაცა ხო აფეში ახლა ამას 1-2 წელი ლოკონდა ირმას ხასიათში ეთყობა რაღაცა სხვა ახლა რამე არ ამბობს უკაცრავად მაგრამ ეს არის ერთადერთი ეთლით მოსარგებლე ადამიანი რომელიც თავისუფლად ჩადის მეტროში, მოგეხსენებათ, რომ არ არის აბსოლუტურად ადაპტირებული. აი, ეთლით ჩადის მეტროში. რა თქმა უნდა, ჯაზია, ტექნიკაც ისაა შემოშლილი. ჩასვლის და ამოსვლის. მოდი მაშინ ბარემ მკითხოთ რა. განსაკუთრების დამოკიდებულება როგორია? არა, ეს ძალიან ცუდი მაგალითი იყო, კარგი გაგებით, იმიტომ რომ მე რაღაცა მართავს რომ ყველა მესე უნდა დაამუღამოს. ყველამ არა, პირიქით უნდა გააკეთოს ყველაფერი ადაპტირება. მოგვესწრება საქართველოში კარგი იქნება თუ ყველა საზოგადო ტრანსპორტს როგორმე არის სახშიჯდომით არაფერი არ გამოეგერთ ეს მე ჩემს თავს დავუსვე კითხობულ სახშიჯდომით არაფერი არ გამოდიოდა თავისთავად და ამდენი თქვათ ქალაქში გადაადგილება მინდოდა ახლა იმდენი ტაქსის ფონი არ ამბობდა ამდენი მეტრომდე მივედი იმდენი უყურებდი ექსკალატორს და მე რაღაც შევიმუშავე ჩემი როგორ რაღაც და ძალიან ადვილია რა და ხალხის დამოკიდებულებაც ისე არის რომ თქვათ მეგობართან ჩავდივარ მეთქი ნახე ყველა მიცნობს მეთქი ჩავდივარ აი მე რამე შეტყობა საერთოდ ახასიათებს ძალიან ესეთი ღია გონების ადამიანია იმიტომ რომ რეკლამის დროს ირმამ თქვა ასევე საუბრის დროს რომ მერაბს აქვს თავისი წონის დაკლების დიეტა მოგონი რაღაცა საოცრება და გაგვიმხილე რა ნებისყოფა და ყველაფერს გამხელა ეხლა სპორტზე ჩაწერას ხო არ თავი თავი მომენტი აქ არის და იქ გამოგვიხარ თქვენი მაგალითი როგორ უნდა თუ ესეთი რამე შეგემთხვევა დაგემართება როგორ უნდა განაგრძო ცხოვრება ეს არის პირველი ნომერი მაგალითი ყველასთვის და აუცილებელია კიდევ ადამიანების ჯგუფი ვინც ხელს გიწყობს ამ ყველაფერში და არსებობს ესეთი დაწესებულება რომელსაც ხელმძღვანელობს ქალბატონი ლელა მოძრაობა და თან პირობები სპორტსმენებისთვის ალბათ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია რა პირობები აქვთ მათ რა არის გაუმჯობესებული რა გეგმები გაქვთ ზოგადად ну პირობები როგორ რა გითხრათ ზოგადად რა ინფრასტრუქტურაც როგორც არის განუვითარებელი ჩვენთან საქართველოში თბილისში დედაქალაქში ასევე პირობებიც არ არის განვითარებული და არ არის ადაპტირებული არც ერთი სპორტული ბაზა მოგეხსენებათ რომ უმეტესი სპორტული ბაზები კომუნისტური პერიოდში აშენებული და არც ერთი მაშინ ითვლებოდა რომ არ ყვავდა ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები ამიტომ არ იყო გათვალისწინებული არც ერთ სპორტულ ბაზას არ აქვს პანდუსი ეხლა გაკეთდა არენა 1-ზე და არენა 2-ზე და იგეგმება რომ მეორე სართულის ადაპტირებაც ან სპეციალური ლიფტები დადგეს და ეს ძალიან კარგი მაგალითია ბატონი გოგოლაძესი რომ როგორ უნდა მოხდეს სპორტული ბაზების ადაპტირება რათა სრულად იქნენ ჩართულები ეს ადამიანები სპორტში მოგეხსენებათ რომ სპორტი არ არის მარტო სანახაობა და არ არის სუბკულტურა ეს არის ეთლით მოსარგებლე ადამიანებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის ძალიან კარგი საშუალება იმისა რომ დაარღვიონ კარჩაკეტილობა აი ეს იზოლაციის სინდრომი აი მაღლა ცხოვრების ხარისხი გამოვიდნენ გარეთ და სრულად ჩაერთონ სოციალურ ცხოვრებაში და არა მარტო ფიზიკური რეაბილიტაცია მოხდეს ამ ადამიანების არამედ სოციალური ფსიქოლოგიური და ადაპტაცია მოხდეს საზოგადოებაში და სპორტი ეხმარება კიდევ საზოგადოებას მენტალიტეტის შეცვლაში თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ქონდეს საზოგადოებას ეთლით მოსარგებლე არა მარტო ეთლით ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის რაც ძალიან ნელა იცვლება მოგეხსენებათ რომ კენდის კეიბლი იყო საქართველოში ჩამბრძანებული ეს ნამდვილად ძალიან
ისეთი დიდი პიროვნება, იგი თავის თავს სოციალურ მკურნალს ეძახის, არ ეძახის პარაოლიმპიელს, ესე რომ ვთქვა, თუმცა 9 პარაოლიმპიურ თამაშებზე აქვს მონაწილეობა მიღებული და 12 მედალი აქვს. აქედან ნაწილი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, პარაოლიმპიურ თამაშებში აქვს 9 ოქროს მედალი და ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებში აქვს 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო აღებული. და მონაწილეა ბოსტონის მარათონის, ნიუ-იორკის მარათონის. ზამთრის ხილამურებით. ქართულალიც შეკითხვა გამიჩნდა. ქართულალ უკაცრავად. გუნდური სპორტის სახეობები კი, ვითარდება. ყავს ჩვენ. ფეხბურთი არის ამპუტანტი ინვალიდების, ეს პარაოლიმპიურ სახეობა ჯერჯერობით არ არის, თუმცა იგეგმება რომ 2020 წლისათვის იგეგმება რომ გახდება. იცით რატომ ვიკითხე? იმიტომ რომ აი ჩვენ გვყავს ჯერ ერთი მეგობრები და სტუმრათაც ყოლია და ეხლა ძალიან მიხარია რომ თქვენც შემოგვერთით და აი ამ ადამიანებს რო უყურებ, ხო სვაც არ მინდა ხოლმე რომ ისეთი მოწყენილი და ტრაგიკული სახით ვისაუბრო ამ აუტანელ პრობლემებზე, ყოფით პრობლემებზე რაღაცა გადაადგილების იქნება თუ კულტურობის. მინიმალური რაც უნდა მოაგვაროს ყველამ ერთად, მინიმალური. მაგრამ ვიფიქრე როგორ უნდა მოხდეს, მარტო მე რო არ ვიცნობდი ამ ადამიანს, ბევრმა ადამიანმა რო გაიცნოს. აი ესეთი შეჯიბრებები რო ტარდებოდეს, სადაც შეიძლება მისვლა, გულშემატკივრობა, ბავშვების მიყვანა, გვაქვს ესეთი ადგილებში, შეიძლება ჩატარდეს ესეთი შეჯიბრებები. არა მარტო პარაოლიმპიური კომიტეტი, არამედ სხვა ორგანიზაციები, რომლებიც დაკავებულები არიან საქმიანობით შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირების ჩართვით საზოგადოებაში, ადვოკატირებით და ასე შემდეგ, ხშირად ატარებენ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, სპორტულ ღონისძიებებს. აი ამას წინათ იგივე ირმამ მერაბი არ მახსოვს თქვენ იყავით თუ არა, მაგ პარაპლანით გადაიფრინეს მაგალითად თბილისის ზღვაზე. კანოეს და კაიაკის ფედერაციამ, კანოეს ფედერაციამ ბატონმა დავით კაცარავამ ჩაატარა ძალიან კარგი ღონისძიება, როცა ექსტრემალური დაშვება გააკეთა და ასე შემდეგ. ტარდება, როგორ არ ტარდება? პარაოლიმპიური კომიტეტიც გეგმავს ძალიან ბევრ ღონისძიებებს. არა მარტო საქართველოს პიროვნებებს, არამედ რეგიონების განვითარებას გეგმავს. არის რაც შეეხება გუნდურ სახეობებს. საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა საქართველოსთვის გუნდური სახეობების განვითარება. ეხლა ვითარდება რაგბი, მაგალითად უკვე შეკრებილია 2 გუნდი. სპორტული ეტლები ძალიან ძვირი ღირს. ხო, აი ეგ უნდა მეთქვა, ეტლების ფასი. ეტლით მოსარგებლეთა რაგბის თქვენც არანაკლებად ემოციური, არანაკლებად აზარტული თამაშია. აი ახლა უკვე დაიწყო ვარჯიში უსინათლოთა ფეხბურთის გუნდებმა 5-5-ზე მაგალითად ვითარდება გოლბურთი და რა ვიცი, ნელა-ნელა ვითარდება ეს ყველაფერი. კალათბურთიც არის, დიახ არის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო ეხმარება ზუსტად აი ამ მეტოდიკით. ორ წამს შეგაწყვეტეთ ჩვენ სიუჟეტი გვაქვს მოზადებული, მინდა რომ ეს სიუჟეტი ვაჩვენოთ ჩვენს ტელემაყურებელს და შემდეგ უკვე კარგი მაგალითია. შევაჯამებთ ალბათ ჩვენს საუბარს მოგწონს. თერმ სოფლიოში იმ ადამიანებისთვის, ვინც არის ეტლით მოსარგებლე და ჯერ არის გადაწყვეტილების ზღვარზე დაკავდეს თუ არა სპორტი. ამერიკელი პარაოლიმპიადი. მე ჩემი პირველი შეხება იყო, მე სულ პატარა ვიყავი, როცა ჩამევარდა ხელში რუსულ ენაზე გამოცემული წიგნი რიკ ჰანსენზე. ადამიანი რომელიც ამაშთო ჩინეთის კედლები და რა არ შემოიარა და ყובה ეს კაცი ამ ყველაფერს და ეს იყო საერთოდ არ ვიცოდი აი ესეთი ადამიანის არსებობის შესახებ. იმ ხელაში თავშეშლება დატოვა ამან რომ იმის მერე მე აბსოლუტურად ჩაულებრივი ესეთი დამოკიდებულება მაქვს. თელ დედამიწა შემოვარდა ყובה იქ ისეთი საინტერესო საკითხავია რა ხდებოდა გზაში რა დამოკიდებულება იყო ჩინეთის კედლზეც გადავიდა. აი რასაც აკეთებ ქვეყანა თუ არა ზეთში. კი და რო ჩადე მეტროში რო ჩაია რომ ეგ ესეთია. ხო და იქნებ სიუჟეტი ნახოთ და შტაბ-შტაბ მოახდენს ამ სიუჟეტს ვიღაცაზე. მოდი ვნახოთ. 30-წლიანი სპორტსმენის კარიერა 9 ოლიმპიური ოქროს მედალი და 75-ზე მეტი მოგებული მარათონი. კენდის კეიბლის საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები მხოლოდ სიტყვებია, არ არსებობს ლიმიტი და საზღვრები დასახული მიზნისკენ სწრაფვისას. იმ შემთხვევაშიც კი თუ ადამიანი ეტლსაა მიჯაჭვული. ამერიკელი სპორტსმენი და პარაოლიმპიელი ჩემპიონი საქართველოში ქართველ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენებს სწორედ საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად შეხვდა. I think
ჩემი აზრით, ეტლში ჯდომა და რაიმე სახის შეზღუდვის ქონა ნიშნავს, რომ გარემოსთან გამუდმებით ადაპტირება გიწევს, თუმცა განსხვავება არ არსებობს. მათაც, ვისაც თვალით ხილული შეზღუდვები არ აქვს, გამუდმებით უწევს გარემოსთან შეგუება და ადაპტირება. თუმცა ფაქტია, რომ ჩვენთვის ადაპტირება ბევრად რთულია. ეს განუწყვეტელი ექსტრემია. მანქანაში ჯდომა კი ბეებზე ჩასვლა. ჩვენი ცხოვრება ისედაც სპორტს გავს. ებრძოლო სტიგმას სახელწოდებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი კენდისის მთავარი ამოცანაა. პრობლემა ერთნაირად მწვავედ დგას მთელ მსოფლიოში. კენდისი შეერთებულ შტატებში ცხოვრების იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ეტლით მოსიარულე ადამიანს ან დაჟინებულად აკვირდებოდნენ, ან იგნორირებას უკეთებდნენ. პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შევცვალოთ და ვებრძოლოთ სტიგმას, რომელიც ჩვენს გარშემოა, უნდა შევცვალოთ ხალხის დამოკიდებულება ჩვენდამე. ისინი ფიქრობენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს განსაკუთრებული დახმარება სჭირდებათ. ფიქრობენ, რომ ისინი არ არიან ჯანმრთელები. უნდა ვაჩვენოთ მათ, რომ თუ ჩვენ დახმარება გვჭირდება, ჩვენ ამას თვითონ ვითხოვთ. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ მათი საზოგადოების ნაწილი ვართ. კენდის კეიბლი კალიფორნიელი გართობის მოყვარული გოგო იყო, რომელიც 21 წლის ასაკში ავარიაში მოხვდა. ზურგის ტვინის დაზიანების შემდეგ ექიმებმა უთხრეს, რომ სიარულს ვეღარ შეძლებდა. დიაგნოზს ხანგრძლივი დეპრესია მოყვა, თუმცა კენდისმა მის მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანები გაიცნო და მისი ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვალა. 1975 წელს, როდესაც 21 წლის ვიყავი, ავტოავარიაში მოვყევი. შედეგად ზურგის ტვინი დამიზიანდა. როდესაც დიაგნოზი მოვისმინე, მივხვდი, რომ არაფერი ვიცოდი ეტლში ყოფნაზე და თან არავის ვიცნობდი, ვინც ეტლში იჯდა. ძალიან დეპრესიული გავხდი, თავს იზოლირებულად ვგრძნობდი. ფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვრება დასრულდა, თუმცა გავიცანი ახალი ადამიანები, რომლებიც ასევე ეტლში ისხდნენ. ისინი სპორტით იყვნენ დაკავებულები. მეც ჩავედი სპორტში და ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა. ძალები სპორტის რამდენიმე სახეობაში მოსინჯა, თუმცა ეტლებით რბოლა ყველაზე მეტად მოეწონა. 1984 წლიდან 6 წლის განმავლობაში ნომერ 1 პოზიციას იკავებდა და მთელ მსოფლიოში საუკეთესო მრბოლელად მიიჩნეოდა. ეტლით რბოლის შემდეგ შეერთებული შტატების მოთხილამურეთა გუნდში ჩაეწერა და ქვეყანას რამდენიმე ოქროს მედალიც მოუტანა. კენდისი იხსენებს, რომ იყო დრო, როდესაც პარაოლიმპიელებს ყურადღებას არავინ აქცევდა, არც მათი სპონსორობის სურვილს გამოთქვამდა ვინმე. თუმცა სპორტსმენმა გამოსავალი იპოვა. სხვადასხვა კომპანიაში დადიოდა და მათ სარეკლამო მომსახურებას თავაზობდა. მივდიოდი კომპანიებში და ვეუბნებოდი, ქუჩაში ყველა მე მიყურებს, ამიტომ ვფიქრობ თქვენთვის კარგი იქნება თუ თქვენ სარეკლამო სახედ მაგცევთ. თქვენი ფირმის სახელს ყველა ამოიკითხავს, ისინიც დამთანხმდნენ. მოგინებით კი პარაოლიმპიელები ძალიან პოპულარულები გავხდით. ყველა გწნობდა და ნელ-ნელა ეს სტიგმაც დავძლიეთ. შტატებში ახლა გაუცებული არავინ გვიყურებს. ჩვენ საზოგადოების სრულუფლებიანი ნაწილი ვართ. ეს საქართველოშიც უნდა შეიცვალოს. მე მესმის რა რთულია ქუჩაში ეტლით გადაადგილება, როდესაც არ არის მოწყობილი ინფრასტრუქტურა და თანაც ყველა შენ გიყურებს. ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს. აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ კენდისი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და ყველას ეუბნება, რომ შეზღუდვები არ არსებობს. მთავარია საკუთარ თავში აღმოაჩინოთ ძალა იმისთვის, რომ გააგრძელოთ ცხოვრება და იპოვოთ მიზანი. ამის მაგალითად კი მას საკუთარი ცხოვრება აქვს. თითოეულ შეხვედრასაც კენდისი სწორედ საკუთარი ისტორიის მოყოლით იწყებს. ყველას ეუბნება, როგორი მხიარული გართობის მოყვარული გოგონა იყო, რომელსაც სპორტი საშინლად არ უყვარდა. საკუთარ ცხოვრებას ახლა ყოველდღიურ ექსტრემს უწოდებს, რომელიც მის სტიმულად იქცა. საქართველოში კენდის კეიბლი შეერთებული შტატების საელჩოს ინიციატივით ჩამოვიდა. ამერიკის საელჩოს სხვადასხვა მიმართულებით ჩამოყავს სპიკერები, გვაქვს სპიკერის პროგრამა. კენდის კეიბლიც, ქალბატონი კენდისიც ასევე სპიკერ პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდა საქართველოში. და თვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქართველი პარაოლიმპიელებისთვის, მათთვის სტიმულის მიმცემია შეხვედრა ქალბატონ კენდისთან, იმიტომ რომ კენდის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის აქვს მიღწეული თავის სპორტულ კარიერაში. საკუთარი ოლიმპიური მედლებით ჩამოიტანა. ოლიმპიელ ჩემპიონატს საკუთარი თავის წარმოდგენის საშუალება ქართველ სპორტსმენებსაც მიეცათ. ამ სიუჟეტში ვნახეთ მართლა რის მიღწევა შეუძლია ადამიანს უბრალოდ ნებისყოფა მოედანა. ხო, პროდიუსერმა გითხრა, რომ ძალიან ბევრი ესეთი შეტყობინება მოვიდა, კომპლიმენტი შეყვარებულა მერაბში და ირმაში უკვე და ძალიან გვიხარია, რომ მარტო ჩვენ არ მოგვეწონა ეს ადამიანები. არა, იმიტომ რომ მართლა საოცარი ენერგეტიკა მოდის თქვენგან, არ ვიცი მე. და ამ შეტყობინების დროს მე რა თქვა ესეთი ფრაზა, რა ვიცი, მედიაზე ძალიან ბევრი დამოკიდებულია. საქმეა, იმიტომ რომ ეს თუ არ გაშუქდა ეს ხალხი თუ არ ჩვენეს ტელევიზიით ყველამ თუ არ ნახავთ, თქვათ, აი მაგალითად ფილმები
რა ფილმები გინახავთ? ყველა ფილმში ან უკაცრავად კვდება, ან საცოდავად წევს, ან რაღაც ეხმარებიან და არ შეუძლია, ან აი სულ ყოველთვის არის აი წარბები არის რაღაც შეცოდების საშექმნელი არის აურა და რომელ ფილმში არის თქვათ რომ მე მაგალითად ეხლა ძალიან ბევრს დავდივარ ეტლით. თქვათ იქ ან თუნდაც მეტროში ჩადიოდეს ან დიდ მანძილს კვეთდეს თქვათ ეტლით არ არის თქვათ ხო ფილმებში ეგეთ რაღაცები არ არის. შესაბამისად რა ანუ უნდა ვაჩვენოთ ხალხს. აი გმირი აქ არის ფილმის თავი რა ვიცი. აი ორივე. ნახე რა ფილმი გამოვა. სიმპათია რაღაც თქვა მე კენდის დროს არ ვიყავი საქართველოში და ძალიან წუხვარი. რომ პირადად არ გავიცანი ეს ადამიანი, თუმცა მექნება შესაძლებლობა აუცილებლად და უფრო ახლოს და უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებ მისგან. ერთი რაღაც მინდა ვთქვა, ანუ მხოლოდ საზოგადოების მიდგომა არ არის მთავარი. და რატომ? თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, როდესაც ხვდება თავიდან ეტლში. არ ვამბობ იმაზე, ვინც ვთქვათ დაბადებიდან აი ამ მდგომარეობაში. თუ კი არ გაიაზრა, რომ მხოლოდ სარეაბილიტაციო ცენტრი არ არის მისი საფიქრალი. მხოლოდ ის რომ აი ერთ მშვენიერ დღეს ავდგები და ფეხზე გავი, მხოლოდ ამ აზრზე თუ არ ჩაიხვევს, ან ჩაიციკლება ცოტა სუდად ჟღერს, აი პარალელურად შეიძლება ძალიან ბევრი კარგი საქმის კეთება. ანუ გამოვიდეს გარე, მაგას მოუწოდება. პირველ რიგში არაადაპტირებული გარემოა ჩვენთვის, ჩვენთვის მერაბისთვის, ნებისმიერი იმ სპორტსმენისთვის, ვინც ეხლა ემზადება მომავალი ჩემპიონატებისთვის და პარაოლიმპიადისთვის, მაგათთვისაც არ არის ადაპტირებული გარემო, მაგრამ ვცდილობთ მოვახდინოთ ჩვენ თვითონ ადაპტაცია და შესაბამისად ჩვენ თვითონ მოვერგოთ იმ გარემოს, რაც გვაქვს. ამასთან პარალელურად მოვითხოვოთ ჩვენი უფლებების დაცვა ყოველ დღე, იმიტომ რომ ყოველ დღე ირღვევა, დღითი დღე უფრო და უფრო. ანუ რაც არ უნდა ვიყვიროთ ჩვენ, თუ კი არ გავერთიანდებით, თუ კი იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირამდე არ დავა, რომ შენ თვითონ უნდა იაქტიურო, შენთვის კეთდება ეს და მე და მერაბი მხოლოდ ვერაფერს ვერ შევცვლით. მაშინ ანუ აზრი ეკარგება ყველაფერს. ამიტომ მოვუწოდებ, რომ მხოლოდ სარეაბილიტაციო ცენტრები არ არის ჩვენი საფიქრალი და მხოლოდ ის, რომ აი მასაჟი, ვარჯიში და ასე შემდეგ. ეს კარგია, ეს საჭიროა, ეს კუნთის, მაგრამ ცხოვრება მარტო ამისგან არ შედგება. ამითი არ განსაზღვრება მხოლოდ. მისი საზღვარგარეთ გავდივართ, აქ შეიძლება გაკეთდეს. და შაბლებს ძალიან ვთხოვ, რომ ნუ ჩაკეტავთ ესე ხალხსახში და ნუ წამოვამადგენ ის დამოკიდებულება, რაც საზოგადოებასთან ყოველ დღე გვიწევს ჩვენ აი შეგრძნება ამ გრძნობას. ანუ ნუ შეიცოდებთ საკუთარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, შვილებს, თქვენი შვილები თქვენ ალბათ ყველაზე მეტად უნდა ეცადოთ, რომ გარეთ გამოიყვანოთ, დაანახოთ საზოგადოებას, რომ როგორი განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანი ყავთ სახლში. ამიტომ მე მგონია რომ ჩვენ ძალიან დიდი ძალა ვართ და საჭირო ძალა ვართ და ისევე როგორც ხვას ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი თანაბრად თანასწორუფლებლად ნამდვილად დიდი ძალა ყოფილიყართ. მე ვფიქრობ რომ ჩემი შესაძლებლობების აი ზღვარი არ ვიცი სად არის, სად გადის არ ვიცი. ანუ მე არ მაქვს სადღაც იქ შეზღუდვა. ძალიან დიდი მადლობა პარაოლიმპიურ მოძრაობას, იმიტომ რომ მე 10 წლის განმავლობაში 10 წელია რაც ვზივარ ეტლით, სარგებლო გამოვზივარ ეტლში და არ ვიცოდი ეს მოძრაობა რა იყო. სად იყო, როგორი იყო, იმიტომ რომ იყო ძველი გუნდი, მე არ მაქვს არანაირი პრეტენზია, თუმცა სამი სპორტსმენი ყავდა ფაქტიურად. ანუ სამი სპორტსმენი, რომელიც მე არ ვიცოდი, საერთოდ არ ვიცოდი, რომ ისინი არსებობდნენ. თუმცა კარგი შედეგები ჰქონდათ, წარმატებები ჰქონდათ და მე ვამაყობ, რომ ჩვენი სახელი, ანუ საქართველოს სახელი და პარას სახელი გაიტანეს საქართველოს საზღვრებს გარეთ. ამ 1 წლის განმავლობაში ახალ გუნდთან ერთად იმდენი კარგი საქმე გაკეთდა. აი მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ 25 და მეტი სპორტსმენი, ანუ პარა სპორტსმენი ემზადება. ეს უკვე ძალიან დიდი შედეგია, იმიტომ რომ შვეიცარიას ყავს მხოლოდ 8. ეს არის რაღაც საოცარი. მართლა. ზამაგრა ადაპტირებული ხე მაგრამ შვეიცარია არის საოცრად ადაპტირებული ქვეყანა. ყველა აღჭურვილობა აქვს პარაოლიმპიურ კომიტეტს, ყველა ანუ საჭირო ეკვიპმენტი და შესაძლებლობები, ბიუჯეტი და ყველა სათქმელი შურს ქალბატონო, რომ თქვენ ასეთი სპორტსმენები გაქვთ. სპორტსმენები, მე შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ მე დღეს სოფლიოში საუკეთესო, ყველაზე ჰუმანურ, დემოკრატიულ მოძრაობაში ვარ. და ჩემს გვერდზე არიან ადამიანები, რომელთაგანაც მე ძალიან ბევრს სწავლობ.
შეიძლება ითქვას, რომ რასაც ისინი აკეთებენ, ბევრი რაღაცის გაკეთება მე არ შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ არა მაგარამაი ჩვენი კარები, ჩვენი ეთერი, ჩვენი გულები, გონება ყველაფერი ყოველთვის არის. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ერთად ამ ყველაფერს მოვაგვარებთ, ძალიან კარგად წავა. ყველაფერი წარმატებით გესწრო, რომ კანადელი თუ გიყურებს გულია კაშა. ძალიან სასარგებლო ინფორმაციით სურსათის უნებობს. ეხლა გადავიღებთ სურათებს ამ არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად და დავდებთ ჩვენს გვერდზე. იმიტომ ითხოვს მაყურებელი. გისი კვერცხი, ვადაგასული ძეხვი, თევზი, საკონდიტრო ნაწარმი და ხილი. გადაცემის მესამე ნაწილში სურსათის ეროვნული სააგენტოს საგანგაშო სტატისტიკა და მონიტორინგის შედეგები. გაიცანით, The Groove, ჯგუფის სრული შემადგენლობით სხვა შუადღის სტუმარია. როდის გაიმართება სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია და სად ჩატარდება პირველი კონცერტი. The Groove მუსიკალური ნომრით სხვა შუადღის დასკვნით ნაწილში.